გამარჯობათ მეგობრებო, წარმოგიდგენთ მორიგ ვიდეოს, სადაც ვისაუბრებ ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. გუშინ ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. იგი შეხვდა დონალდ ტრამპს, შემდეგ იყო ერთობლივი პრესკონფერენცია და რა გავიგეთ ამ ყველაფრისგან, რომ თურმე ტრამპი და ნეთანიაჰუ გეგმავენ პალესტინის ტერიტორიაზე დონალდ ტრამპის ბუნებრივია დახმარებითა და თაოსნობით დიდი საკურორტო კომპლექსის მშენებლობას. გამომდინარე იქიდან, რომ საუკეთესო თურმე პლაჟია, იქ კარგი გამჭვირვალე წყალი და ასე შემდეგ. აქ ისმის კითხვა, საწავა 1.5 მილიონამდე პალესტინელი მოსახლე. და ირკვევა, რომ მოლაპარაკება უნდა დაიწყოს ეგვიპტესთან და იორდანიასთან, რომ ეს 1.5 მილიონი მოსახლე უნდა გადანაწილდეს როგორღაც. შესაბამისად, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი თაოსნობით გაეწევა დახმარება როგორც იორდანიას, ასევე ეგვიპტეს, რომ მტოლველების ყოფა-ცხოვრება იყო სათანადო დონეზე და ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო ღაზას სექტორში. ეს ყველაფერი კარგია, ბუნებრივია, იმიტომ რომ 47 წლიდან, რაც ისრაელის სახელმწიფო დაარსდა, ამ პრობლემის გადაწყვეტას არანაირი პირი არ უჩანდა. და მოვიდა ტრამპი სულ 2 კვირა და როგორც რიგი საკითხების მოგვარება დაიწყო, ასევე დღის წესრიგში დადგა ღაზას სექტორი. ისვლის, რომ ეს ყველაზე მართებული გამოსავალია. არგუმენტი აქვს, რომ ღაზას სექტორი იმდენადია განადგურებული, რომ რომს დაბრუნდნენ პალესტინელები იმ ტერიტორიაზე. იქ ფაქტობრივად საცხოვრებელი კვარტლები აღარ არსებობს. ეს ასეც არის, ვინც თვალყურს ადევნებდით, ალბათ ვიდეო კადრებიდან თქვენთან დარწმუნდით, რომ იქ მართლა არაფერი აღარ არის, არანაირი შენობა ნაგებობა, მხოლოდ ნანგრევებია და ხალხი ცხოვრობს ღია ცის ქვეშ. და არგუმენტი ალბათ მისაღები. ალბათ ისაც არის მისაღები, რახან 47 წლიდან ამ პრობლემის გადაჭრა არ მოხერხდა, იქნებ ასე გადაიჭრას. და ბუნებრივია, ამას დადებითი გამოხმაურება მოყვა ამერიკის რესპუბლიკელებისაგან, კონსერვატიული ნაწილისაგან და პრესკონფერენციაზეც ოპტიმიზმის ესე ვთქვათ, ტონალობა იყო. ჟურნალისტების მხრიდან იყო ბევრი ჩამჭრელი შეკითხვა, რასაც ტრამპმა ან თავი არის და ან პასუხი გაცა არასრულად, გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა ისეთ ტალღაზეა, ესე ერთგვარ კურაჟზეა, რომ თulis რომ ყველაფერი გამოზდის და ამ საქმესაც ბოლომდე მიიყვანს. არ ვიცი, ღმერთ მაქნას, მაგრამ აქ დგება მეორე მომენტი, რამდენად შეძლებს 1.5 მილიონი პალესტინელის დაკმაყოფილებას, იგივე რა პირობები უნდა შეიქმნას, იგივე ეგვიპტეში, იგივე იორდანიაში, რომ ამ ხელა მოსახლეობა დააბინაონ, არ დაგვაუწყდეს, რომ პალესტინური მოსახლეობის უკან მოსახლეობა სურს თუ არ სურს დგას ხამასი არის ძმები მუსულმანები და ძმებ მუსულმანებთან, როგორც იორდანიას, ასე ეგვიპტეს ძალიან რთული დამოკიდებულება აქვს, ძალიან რთული სიტუაცია აქვს. იმიტომ რომ ხამასის ინიციატივით ორივე სახელმწიფოში სერიოზული არეულობები ეწყობოდა დროდადრო, სანამ ერთი სახელმწიფოდანაც და მეორედანაც არ განდევნეს. და ბოლოს ხამასმა დაიბუდა ღაზას სექტორში და დანარჩენი უკვე ჩვენც ვიცით 23 წლის 7 ოქტომბრიდან რა მოხდა და როგორ განვითარდა. ეს გასაგებია ტექნიკური ნაწილი. ეხლა მთავარი არის მორალური ნაწილი. მორალურ ნაწილში რას გულისხმობ? ესე იგი, ასე შეიძლება. Როგორც შეიძლება, თანამედროვე სოფლიო პოლიტიკაში, როგორც ჩანს, უკვე მოსულა მსგავსი გადაწყვეტილებები. და აქედან კიდე ერთი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში
არ არსებობს კანონი, რომელიც დაიცავს მცირე ერებს. და ამას მოყვება ალბათ სერიოზული გაურკვევლობა, არეულობა ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულ შტატებში არის პალესტინელების მხარდაჭერი მიტინგები უკვე, ამასთან დაერთო მექსიკის მხარდამჭერი მიტინგები, უпростоრედ მექსიკიდან ემიგრირებული ტოლულების მხარდაჭერი მიტინგები, ბუნებრივია ერთი და მეორე მიტინგიც ეწინააღმდეგება ტრამპის ოფიციალურ კურსს და აქედან არავინ იცის რა გამოვა. ალბათ ტრამპს შიგნით შტატებში მოუწევს ეროვნული გვარდიის გამოყენება. იქითკენ მიდის საქმე, იმიტომ რომ საკმაოდ იძაბება. მაბადეთ. და დასკვნა. საერთაშორისო სამართალი ჩაანაცვლა პრეცედენტულმა სამართალმა. ამერიკაში ეს მიღებული წესი იყო და როგორც ჩანს დონალდ ტრამპი აპირებს ამ წესის გამრცობას მთელ მსოფლიოზე. ალბათ გამოუვა. გამომდინარე იქიდან, რომ რესურსები აქვს ულევი, ფინანსური ბექგრაუნდით წარმოუდგენლად დიდი. და როგორც მექსიკასთან და კანადასთან და ასევე პანამის არხთან დაკავშირებით საკითხებზე სამივე მიმართულებით მან შედეგი დადო. 25%-იანი სატარიფო მუქარის საფუძველზე დაიყოლია კანადაც, დაიყოლია მექსიკაც, მარკო რუბიო ჩავიდა პანამაში და პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთოდ ყველა ხელშეკრულებიდან გამოდის, რაც ეხება ჩინეთის სახელმწიფოს და პანამის სახე კვლავ ლოიალური რჩება ამერიკის შეერთებული შტატების და ფაქტობრივად არაოფიციალურ განკარგვაშიც გადადის. გამომდინარე აქედან არ არის გამორიცხული, რომ ის გეგმა რაც დაიდო პალესტინელების გასახლების ალბათ ამ შედეგს მიაღწევს. აქ ეხება მეორე კითხვა. გარდა მორალური მხარისა, გარდა ტექნიკურისა, მორალურისა და ეხლა ერთი კითხვა, რომელიც მე მიჩნდება. რახან პრეცედენტული სამართალი ფუძდება მსოფლიოში, თანამედროვე მსოფლიოში, თუ ეს ვარიანტი პალესტინელების გასახლებასთან დაკავშირებით წარმატებულად დაიწყო და დასრულდა, ხომ არ იქნება ირიბი ნიშანი ასევე სხვა დიდ სახელმწიფოების მისამართით. მე არ ვამბობ, რომ ტრამპი ამას აკეთებს, იმიტომ რომ ან რუსეთს, ან ჩინეთს, ან ინდოეთს შეაწყვეტოს მსგავსი რეცეპტურა ამ პრობლემების გადაწყვეტის, მაგრამ ეს ხო ნათელია. ესე იგი, რახან ამერიკისთვის შესაძლებელია, ესე იგი, მათთვისაც შესაძლებელია. და ხო წარმოგიდგენიათ, ამას რა მოყვება. ეს ისე განსახილველად ეს მე მართლა მაფიქრებს, რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატების შიდა მდგომარეობას, ბუნებრივია, მე და მრავალი ამერიკელი ხარს უჭერდით ტრამპს და კვლავაც უჭერთ, მისი თანამოაზრეები ვართ იმ ყველაფერში, რაც მან წამოიწყო ქვეყნის შიგნით, მაგრამ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ტრეკს, აქ მე კითხვები მიჩნდება. წინა ვიდეოში გესაუბრეთ წიაღისეული საბადოებზე, რაც უკრაინის ტერიტორიაზეა და ალბათ იცით, რომ ვინც იმ ვიდეოს ადევნე თვალყური, რომ იმის დასაკუთრებას სურს, იმის სანაცვლოდ, რომ 4 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა ფინანსურად და შეიარაღები და თურმე ეს არ ყოფილა ესე ვთქვათ, ალტრუისტული იდეები და ჩვეულებრივი კომერციული გათვლა იყო და ეხლა კიდე პალესტინელების საკითხი. კითხვები უფრო და უფრო მეტი ხდება, მათზე პასუხის გაცემა ალბათ რაც უფრო დრო გავა, მით უფრო გაჭირდება. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ და კომენტებში დაწერეთ. დღეს სულ ეს იყო რაც მინდა თქვენთვის მეთქვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე და ისე ვითარდება სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გადამკიდე, რომ ალბათ ნიუსები იქნება ყოველდღე და მეც შესაბამისად შეძლებს დაგვარად
ამ news-ებს ჩემ კომენტარს გაუკეთებ და შემოგთავაზებთ თქვენ. დიდი მადლობა და დროებით.